დავით არახველიძე მორთვის განმავლობაში გაწეული სამუშაოების შესახებ მედიას ანგარიში წარუდგინა იძლებით გადაადგილებულ პირთა და ტოლვითა მინისტრმა სამინისტროს მომავალ გეგმებზე და სტრატეგიაზე ისაუბრა. Ministრის თქმით, გასულ წელს ყველაზე აქტუალური შენობებში დევნილთა შეჭრა და ფართების თვითნებურად დაკავება იყო. მისი თქმით, 53 დაკავებული ობიექტიდან 9 ობიექტზე შეჭრილ დევნილებთან მოლაპარაკება უკვე შედგა. ყველაზე პრობლემური ბაქოს ქუჩაზე შეჭრილი 54 ოჯახიდან 18-ის ფართებით დაკმაყოფილება მოხერხდა. Ministრის განცხადებით, გაზრდილი ბიუჯეტი მომავალ წელს დევნილთა პრობლემების მოგვარებაზე აისახება, მოხდება შენობების დაკანონება და რეაბილიტაცია. სამინისტროში კი სპეციალური სერვისის ცენტრი გაიხსნება, რომელიც დევნილებს მოემსახურება. ჩვენ მივახციეთ შედეგს, რაც მე მიმაჩნია ახალი ხელმძღვანელობის და სამინისტროს სერიოზულ წარმატებად, ის რომ ჩვენ შევძელით ძალის გამოყენების გარეშე გამოგვეთავისუფლებია შენობა, დაგვერწმუნებია იქ ყოფი დევნილთა ოჯახები იმაში, რომ მათი ქმედება უკანონო იყო, მაგრამ მათ მიმართ სამინისტრო ყურადღებას გამოიჩენდა და მათ მშვიდობიანად ნებაყოფილობით დატოვეს ეს ფაქტები.